როგორც თბილისის ჯუმა მეჩეთში მითხრეს, ეს მსოფლიოში ერთადერთი მუსლიმური სალოცავია, სადაც შიიტი და სუნიტი მუსლიმები ერთად ლოცულობენ. არ ვარ ექსპერტი და არ მოვყვები რა განსხვავება ამ ორ მიმართულებას შორის, რადგანაც საუბარი ძალიან შორს აგვიყვანს, თუმცა მგონია, რომ თბილისში მოქმედი ეს ერთადერთი მეჩეთი თავისი პრეცედენტით ქალაქს კიდევ უფრო მეტ ხიბლს სცემს. ცნობილია, რომ ამ ტერიტორიაზე 1951 წლამდე ორი მეჩეთი იდგა. შიიტები ლურჯ მეჩეთში ლოცულობდნენ, სუნიტები კი ჯუმაში. მას შემდეგ, რაც ლურჯ მეჩეთი მეტეხის ხიდის მშენებლობისას დაანგრიეს, შიიტებს ჯუმა მეჩეთმა გაუხსნა კარი. სხვათა შორის თავდაპირველად მეჩეთი სუნიტებისა და შიიტებისთვის შავი ფარდით იყო გამოყოფილი. მეჩეთი ასევე გამოირჩევა იმითაც, რომ აქვს ორი მეჰრაბი, ანუ ადგილი, საიდანაც იმამი აღასრულებს ლოცვას. ანალოგიურ შემთხვევას მსოფლიოს სხვა მეჩეთებში ასევე ვერ ნახავთ. მეჩეთში მამაკაცების სალოცავის სივრცე პირველ სართულზე, ხოლო ქალების მეორეზე გვხვდებათ. შესვლისას აუცილებლად უნდა გაიხადოთ ფეხზე, ხოლო ქალებმა უნდა დაიფარონ თავშალი.